73 ფსალმურიდან. წიგნი მესამე. და მთავრდება 99 ფსალმურით. დავიწყოთ. ფსალმური 73, ფსალმური ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ. მე კი კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები, რადგან შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტა კეთილდღეობას, რადგან არ აქვს შეჭირება სიკვდილამდე და გამტკიცებულია მათი გვამი. არ იტანჯებია სხვა კაცთან მსგავსად და სხვა ადამიანები არტვით მძიმობენ. ამიტომ ძივივით გარშემო ერტყა მათ ამპარტავნება და ძალადობა სამოსელივით შეიმოსეს. სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აივსოთ სიბრიყვით. ლაპარაკობენ დამცინავად და ბოროტად ძალადობით იმუქრებიან. მათი პირი ცას მისვლა და მათიანა დედამიწაზე დაიარება. ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ და სვამენ წყალს სავსე თასიდან და ამბობენ, როგორ შეიტყობს ღმერთი, გაგება აქვს უზენა ეს? აჰა, ესენი არიან ბოროტნი და უზრუნველნი ამასოფლისა, იხვეჭენ დოვლათს. ამაოდ გავისუფთავე გულით და დავიბანე სიწმინდით, უმაკოებით ხელები და ვიყავი ნაგვემი ყოველ დღე და ვიტანჯებოდი დილდილობით. რომ მეთქვა ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას უღალატებდი და ვიფიქრებ, რომ შემეგნო ეს, მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში, ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს. მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და ობსკურში გადაჭეხე. როგორ მეხსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან. როგორც სიზმარი ქარწყდება გამოგვიძების შემდეგ უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ. როცა გული დამიძმარდა და შინაგანი დამეფრითა, უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე, ხოლო მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი. შენირჩევით მიმიწვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ. ვინ არის ჩემთვის ცაში და შენს გარდა არავინ სურს დედამიწაზე? ქანს გამოლეულია ჩემი სხეული და გული, ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე. რადგან აჰა, შენგან განშორებული იღუპებია, შენ მოსპობ ყველას, ვინც გაგიორგულდება. ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება, იახვე უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენ საქმეზე. ფსალმური 74, მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე უფალო სამუდამოდ, აინთო შენი რისხვა შენი სამწუხოს წყარზე. გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე. იხსენე ტომი შენი სამკვიდრო, რომელიც შენ იხსენი. ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანია. წარმართე შენი ნაბიჯები მარადეული ნანგრევებისაკენ, ყოველივე დამგრებია მტვერს წმინდაში. შენი მოდავენი ღმუიან შენ საკრებულოში, დადეს თავიანთი ნიშნების სასწაულების მაგიერ. ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულ შემართავს და ახლა ამსხვრევენ მის ჩუქურთმებს ერთიანად უროთით და ცულით. ცეცხლს მისცე შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორე შენი სახელი სამკვიდრებელი. თქვენს თავიანთ გულში გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე. ჩვენ სასწაულებს ვეღარ ხედავთ, აღარ ყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს როდემდე გაგრძელდება ასე. ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუ თუ მარადჟამს უნდა შელანწყოს მუშუღარმა შენი სახელი? რატომ სცე უკან შენ ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე, ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე შულეხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე. შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმტრიე თავები ურჩხულებს. შენ გაუჭიჭყე თავი ლევიათას, მიეცი იგი საჭმრად უდაბნოს ხალხს. ლათინურში ეთიოპიის ხალხს წერია. შენ გააპე წყალო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი. შენია დღე, ღამეც შენია, შენ განამზადე მთვარე და მზე. შენ დაადგინე ყველა საზღვარი, ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დაარსე. გაიხსენე ეს მტერი გაგინებს იახვე უფალო და არამზადა ხალხი ლანძღავს შენ სახელს. ხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ. მიხედე აღთქმას, რადგან აისო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით. ნუ დაბრუნდება ჩაგრული, გაწმილებული ღარიბ-ღატაკნი აქებდნენ შენს სახელს. აღდეგ უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისგან ყოველ დღე. ნუ დაივიწყებ შენს მოდავეთა ხმას, შენი მტრის ღრიალს მუდამ რომ ამოდის. ფსალმური 75, გუნდის ლოტბარს ნუ მოსპობ. ფსალმური ასაფისა გალობა. გადიდებ შენ ღმერთო, გადიდებს, რადგან ახლოსაა შენი სახელი. ლაპარაკობენ შენს საოცრებებს, როცა გამონახავ დროს, გავასამართლებ სისწორით. ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი, მე გავამაგრე მისი სვეტები, სელა.
უთხარი ამ პარტავნებს, ნუ ამ პარტავნებს და ბოროტეულებს, ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას. ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას, ნუ ილაპარაკებთ ამ პარტავნული ქედით, რადგანაც არც აღმოსავლეთიდან, არც დასავლეთიდან და არც უდაბნოდან არის აღსება კაცისა, არამედ ღმერთი მსაჯული, რომელიც ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს. რადგან იახვე უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე და ასხამს იქიდან მის თხრესაც კი სწურავენ და სვავენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა. ხოლო მე მარადის ვაუწყებ უგალობებ იაკობის ღმერთს. ბოროტა რქებს ერთიანად შევმუსრავ, მართლის რქები კი უნდა ამაღლდეს. ფსალმუნი 76. გუნდის ლოტბარს სიმებიან საკრავზე ფსალმუნი ასაფისა გალობა. ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი. და იყო შალემში მისი კარავი და მისი სავანე სიონში. იქ შემოსრა მშვილდისრები, ფარი და ხმალი და ომი. სელა. ბრწყინვალე ხარ და ძლიერი სანადირო მთებზე მეტად. გაიძარცვნენ გულმაგრები, ჩაითვლიმეს და ეძინათ მეომრებს, ხელებმა უმტყუნეს. შენი შემოტევით ღმერთო იაკობისა რული მოერია ცხენსაც და მხედარსაც. შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს? ციდან მოგვასმინე სამართალი, დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა. როცა აღდგა სამართლისათვის, ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად სელა. რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენ და აღიარებად, რისხვის ნატაბას მოთოკავ. აღუთქვით და გადაუხადეთ უფალს თქვენს ღმერთს, ყველა მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას სასიშს. ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს სამქვეყნიურ მეფეებს. ფსალმუნი 77. გუნდის ლოტბარს იედუთუნის შესახებ ასაფის ფსალმუნი. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ, ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმეს. ჩემი გაჭირების დღეს უფალს ვეძებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშინისემაზე ჩემი სული. გავიხსენებ ღმერთს და ვკვნესი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული, სელა. თვალი არ დამახუჭინე, შეძუწვნი და ვეღარ ვლაპარაკობ. ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასრულ წლებს. გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი. ნუ თუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მომისურვებს. ნუ თუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე. ნუ თუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა, ნუ თუ რისხვი თუ არ ყო სიბრალული. სელა. დავთქვი, აი ჩემი უბედურება, შეცვლა უზენაესის მარჯვენისა. გავიხსენებ იახის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები. ჩაუკვირდები ყველა შენს ნამოქმედას და შენ საქმეებზე ვისაუბრებ. ღმერთო, წმინდაა შენი გზა, რომელი ღმერთია შენსავე დიდი? შენახალ ღმერთის სასწაულის მოქმედი, შენ გამოუნერირებზე ძლიერება შენი, შენი მკლავი დაიხსენი შენი ერი, ძენი იაკობისა და იოსებისა, სელა. როდესაც გეხილას წყლებმა ღმერთო, როდესაც გეხილას წყლებმა ახმაურდნენ, სხვათა უბსკრულებით კი შეძუწვნდნენ. გადმოყვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა მოსცეს ცათა, შენი ისრებით გაფრენდნენ. შენ გრგვინვის ხმა ცის თაღზე, გაანათეს ელოებმა სამყარო, შეძუწვნე და შეირყა დედამიწა. სხვაშია შენი გზა და შენი ბილიკი დიდ მდინარეებში და შენი კვალი არ არის ცნობილი. უძღოდი ვითარცა ფარას შენს ხალხს მოსესა და აარონის ხელით. ფსალმუნი 78. მოძღვრება ასაფისა. ისმინე ხალხო ჩემო, ჩემი რჯული, ყური მიაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს. ისმინეთ იგავებისთვის გავხსნი პირს, ავამეტყველებს გამოცანებს დასაბამისა. რაც მოვისმინე და გავიგე და ჩვენმა მამებმა რაც გვიამბეს. არ დაუმალავთ მათ შვილებს, მომავალ თაობას უმამბობთ იახვე უფლის, ქებადიდებას და მის ძლიერებას და მის სასწაულებს რაც მოიმოქმედა. დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის. რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ შვილებმა, რომელიც დაიბადებიან, ვინძლო აღდგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი და დაიცვან მისი აღთქმანი. და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს გულარდნით და უხსა თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო ყოველფრის მიმართ თავისი სული. ძენი ეფრემის აღჭურვილი და მშვიდ მოზიდუნი უკვე იქნებ ბრძოლის დღეს. მათ არ დაიცვეს ღვთის აღთქმა უფლისა და მის ფცნებაზე სიარული აღარ ისურვეს. საქმენი მისი დაივიწყეს და სასწაული მათ რომ მოუვლინა. მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე. გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი და კედელებით წამომართა წყლები. დაუძღოდა დღისით ღრუბლიდან მთელი ღამე ცეცხლის შუქით. გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით ურწყულის წყალსატევიდან. გამოვადინა ნაკადები კლდიდან და წარმოვიდნენ წყლები მდინარეებივით. ისინი კი განაგრძობდნენ შეწოდებას მის მიმართ. აბრაზებდნენ უზენაეს უდაბნოში.
ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის. დალაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ, შეიძლება ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას? აჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემას თუ ძალუძს, ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს? ამიტომაც მოისმინა იაჰვე უფალმა და განრისხდა და მოედო ცეცხლი იაკობს და რისხვა ისრაელზე აღზევდა. რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველას არ მიენდნენ. დაუბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნათ ცათაფჭეები და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდო და ციური პური მისცა მათ. ანგელოს და პურს ჭამდა კაცი საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად. აღძრა აღმოსავლეთის ქალის ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი. დააწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მიწამტვერი და ვითარცა ზღვის ქვიშა, ფრთოსანი ფრინველი და ჩამოყარა მათი ბანაკი სიახლოვეს მათი საცხოვრისების გარშემო. ჭამეს და გაძღნენ და მეტისმეტად და შეუსრულა სურვილი მათი. ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ, რომ ღვთის რისხვა აღიგზრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა. მაინც შეწოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები და დაასრულა ვითარცა ამოვება მათი დღეები და მათი წლები ზრწოლით. როცა ხოცავდა, მაშინ ეძებდნენ მას და კვლავ ბრუნდებოდნენ ღმერთისაკენ. დაიხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია. დაელაქუცებოდნენ მას პირი და ენით ეცურებოდნენ მას, რადგან არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთმას ერწმუნებოდნენ. და ის გულმოწყალე შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზებს მთელ თავის გულის წყრობას. რადგან ახსოვდა, რომ ხორციანი არიან ისინი, ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ დაბრუნდება. რამდენჯერ გაუჯიოდნენ უდაბნოში, განარისხეს იგი უკაცრიელ ადგილას და სდიდნენ უფალს ისევ და შეურაცხყოფდნენ ისრაელის სიწმინდეს. არ გაიხსენეს ხელი მისი დღეების, როცა დაიხსნა ისინი მტრისაგან, როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში თავისი სასწაულები და საოცრებანი ცოყანის ველზე, როცა გადააქცია სისხლად მდინარე და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ. მიუსია მათ წერი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარი, რომ დაეღუპათ ისინი. და მისცა მუხლუხოს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი კალიას. სეტყვით მოსრა ვენახები მათი და ლეღვიანი მათი თრთვილით და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშა ქარებს გოჯები მათი. მიევლინა მათთან თავისი რისხვის ალი, ხისხანება, მძვინვარება და გაჭირება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები. გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა. განგბირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში და პირველშობილნი ქამის კარვებში. ცხვარევით გაირეკა თავისი ერი და უდაბნოში როგორც ფარას ისე წარუძღვა. ხიზლად უძღოდა მათ და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა. მოიყვანა თავის წმინდა საზღვარზე მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ. განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მიწების სამკვიდრებლად და დაასახლა მათ კარვებში ისრაელის ტომები. კვლავ გამოსცადეს და გაუჯიოდნენ უზენაეს ღმერთს და მისი ფსნებანი არ დაიცვის. უკან იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად. უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვიდივით. განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოები და თავიანთი კერპებით გამოაღვიძეს მისი შური. მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეტად შეიძულა ისრაელი. მიატოვა შილოს სავალი კარავი, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული. და მისცა ტყვეც სიმაგრე თვისი და დიდება თვისი მტრის ხელთ. და გასწირა მახვილისათვის თავისი ხალხი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა. მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისმა ქალწულებმა ვერ მოისმინეს საქორწილო სიმღერა. მისი მღვდლები ხმლით დაიცნენ და მათმა ქვრივებმა ვერ დაიტირეს. და გაიღვიძა უფალმა ვითარცა მძინარემ, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზდებულმა და განგბირა მისი მტრების ზურგში სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ. დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია. ამოირჩია ტომი იუდასი, თას იონისა, რომელიც უყვარდა. მოაწყო ცასავით თავისი ტაძარი დედამიწასავით, რომელიც სამუდამოდ დააფუძნა. ამოირჩია დავითი თავისი მონა და წამოიყვანა ის ცხორის ფარებიდან. ცხვარს დასდევდა და წამოიყვანა ის, რათა ემწყემსა იაკობი თავისი ერი და ისრაელი თავისი წილხვედრი და მწყემსა ისინი თავისი ერთგულებით და თავისი მარჯვე ხელით უძღოდა მათ. ფსალმუნი 79. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო, ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმინდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს. მისცე შენი მორჩილების მძორი საჭირნად ცისფრინველებს, შენთა წმინდათა სხეულები მიწის ნადირებს. დაღვარეს სისხლი მათი წყალებით იერუსალიმის გარშემო და დამარხავი არავინა. სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის. როდემდე იქნები იაჰვე უფალო მუდამ განრისხებული და იგიზგიზებს შური შენი ვითარცა ცეცხლი?
გადმოყვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე შენ რომ არ გიცნობენ და იმ სამეფოებზე შენ სახელს რომ არ შეღაღადებენ. რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს. ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს, მალე შეგვეგებოს შენი წყალობა, რადგანაც მეტისმეტად დავრჩა ჩანაფიქრით. დაგვეხმარე ღმერთო ჩვენო ხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის. გადაგვარჩინე და შეგვიმდა ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის. რატომ უნდა თქვან ხალხებმა, სად არის მათი ღმერთი? ცნობილი გახდეს წარმართა შორის ჩვენს თვალწინ. შურიძება შენს მორჩითა დაყრდნილი სისხლისა. მოვაწიოს შენამდე ტუხსახის კვნესამ, შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ გამწირულ შვილებს. დაუბრუნდეს ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ უფალო. ხოლო ჩვენ, შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი, გაქებთ მარადჟამს, თაობიდან თაობას მოუთხრობთ შენს დიდებას. ფსალმუნი მე-80. გუნდის ლოტბარს შოშანიმ ედუთის საკრავზე, ასაფისა ფსალმუნი. წემსო ისრაელისა, ყური მომაპყარ, წინ რომ უძღოდი იოსებს, ვითარცა ცხვარს, ქერუბიმებზე ამხედრებული გამოგვეცხადე. ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წარმომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად. ღმერთო, მოგვაქციე ჩვენ გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით. იახვე უფალო, ღმერთო ძალთაო, ცაბაოთ უფალო. როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე? აჭმე მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებით სავსეთას. დაგვსვი საშუყლა ჩვენს მეზობლებში და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ. უფალო, ღმერთო ძალთაო, ცაბაოთ ღმერთო, მოგვაქციე ჩვენ გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით. ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის, განწმინდე მის წინ, გაადგმევნე ფესვები და მანაოსო ქვეყანა. მთები დაფარა მისმა ჩtildeმა და მისმა რქებმა ნაძვი ღმრთისა. რქები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე თავისი ნამსხვრევი. რატომ დაანგრიეს ზღუდენი მისნი, რომ ყოველი გამლელი მას ძარცვავს? არადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები კორტნიან მას. ღმერთო ძალთაო, ცაბაოთ ღმერთო, მობრუნდი, გადმოგხედე წინა და იხილე და მოხედი ამ ვაზს. გაამაგრე ის, რაც დარგოს შენმა მარჯვენამ და ყლორტები შენთვის რომ გააძლიერე. დამწვარია ცეცხლი, დაკაფულია შენი სახის რისხვით დაიღუპებიან. იყოს შენი ხელი მარჯვენის კაცზე, კაცის ძეზე შენთვის რომ გააძლიერე. და არ უკუგდებით შენგან, გვაცოცხლე და შენ სახელს მოუხმობთ. იახვე უფალო, ღმერთო ძალთაო, ცაბაოთ ღმერთო, მოგვაქციე ჩვენ გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით. მეგობრებო, ეს ძალიან უძლიერესი ფსალმუნები არის მამაზეციერის მიმართ, ცაბაოთ უფალის მიმართ. 91 ფსალმუნი, გუნდის ლოტბარს, გადითის ხმაზე ასაფისა. უგალობეთ ღმერთს სიმაგრეს ჩვენსას, შეხაღადეთ იაკობის ღმერთს. ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირად, კბილხვიანი ქნარი ებანთან ერთად. ჩახბერით ახალ მთავრობაზე, ბუქს სრულ მთავრობაზე ჩვენი დღესასწაულის დღეს. რადგან ეს არის კვალი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა. ეს დაადგინა მან მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან. ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე. მოხსენი ტვირთი მხრები და მისი ხელები აღარ დაათრევენ გოდორს. გაჭირებაში მომიხმე და გადაგარჩინე, პასუხობდი დუმალებით სავსე ქუხილის ხმით. გამოგცადე მერიბას წყლებზე, სელა. ისმინე ჩემო ერო და დაგიმოწმებ მე ისრაელო, თუ მომისმენ. არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არცე უცხო ღმერთს, მე ვარ იახვე უფალი, ღმერთი შენი გაუნყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, განავრცე პირი შენი და გავავსებ მას. არის მინდა ჩემმა ერმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა და მეუშვი ისინი თავიანთ გულის წადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე. ჩემს ერს რომ ჩემი ესმინე და ისრაელის ჩემ გზაზე ევლო, მოკლე ხანში მოდრეკდი მათ მტრებ და მათ ჩაგვრელებზე ხელს აღუმართავდი. იახვე უფლის მოძულენი ლიქნას დაუწყებდნენ და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო. გამოკვებოდი მათ ნოყიერი ხორბლი და კლდის თაფლით გავაცხებდი. ფსალმუნი 92, ფსალმუნი ასაფისა. ღმერთი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ქნა სამართალი. როდემდე განიკითხავთ უმართებულო და მიმხრობით განიკითხავთ ბოროტს და სელა. განიკითხეთ საფყარი და ობოლი, ხარები და ღატაკი გაამართლეთ. გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით. ალიციან და არ გაიგება, წყლიაში დადიან, ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა. მე განვაცხადე, თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი. მაგრამ თქვენ დაიხოცებით როგორც ადამიანები და დაიცემით როგორც თითოეული მთავართაგანი. აზდე ღმერთო, განსაჯი ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ერებს. ფსალმუნი 93, გალობა, ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო, ნუ დადუმდებდი ყურს, ნუ მოიყურებ და დამშვიდდები ღმერთო. რადგან ახლა შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულებმა თავი წამოყოს. შენი არის საწინააღმდეგო ზაკორბენ საიდუმლო და თათბირობენ მასზე, ვისაც შენ იფარავ. თქვენს მოდით ამოვძირკოთ ისინი როგორც ერი და აღარ იხსენებოდეს სახელი ისრაელისა.
მოითათბირეს ერთსუროვნად ჩვენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა, ედომელთა ბანაკებმა და ისმაილიანებმა მუამად აგარის ნაშიერმა, გებალმა, ამონმა და ამალეკმა, ფილისტინელებმა ცოროლებთან ერთად. აშურიც მათ დაუმეგობრდა და შეიქმნეს სახსანი ლოტის ძედათვის, სელა. დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე. განადგურდნენ ისინი ყენდორში, სასუქად იქცნენ მინდვრისთვის. მოეკეცი მათ დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზებს და როგორც ზებახს, როგორც სალმუნახს, ყველა მათ თავაც. რომ ამობდნენ დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი ღვთისა. ღმერთო ჩემო, ყავისინი ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯაქარში, ვითარცა ცეცხლი და მწვერი ტყისა, ვითარცა ალი მთების ბუგავი. ისე დაედევნი მათ შენი რისხვი და შენი ქარიშხლით შეადეწუნე ისინი. აავსე მათი პირის სირცხვილით, რომ ეძებდნენ შენ სახელს იახვე უფალო. შერცხვებიან და შეტწუნდებიან სამარაჯამო და სიცხვილით ნაჭამნი დაიღუპებიან. მიხვდებიან, რომ შენი სახელია იახვე უფალი, მხოლოდ შენ ახარ უზენაესი მთელს ქვეყნიერებაზე. ფსალმუნი 84. გუნდის ლოტბარს გათითის ხმაზე, კორახის ძეთა ფსალმუნი. ესე ძალიან ძლიერი ფსალმუნია, მეგობრებო, 84. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, იახვე ძალთა, ცაბაოთ უფალო. ნატრობს და ელთვის კიდე ჩემი სული იახვე უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან ცოცხალ ღმერთს. ჩიტმად კი ხპოვა ბინა და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას თავისი ბარტყები შენ სამსხვერპლოებთან. იახვე ძალთა, ცაბაოთ უფალო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო. ნეტარ არიან შენ სახლში სხდომნი, რომლებიც მარაჯამს გადიდებენ. სელა, ნეტარაც კაცი, რომლის ძირება შენშია, რომელთაც გული შენი საწმინდარისაკენ მოუწევ. გლოვის ველზე გამლენი წყაროს აღმოაჩენ და კურთხევით დაფაროს მათ ადრეული წვიმების შემოდგომისა. ივლიან ძალითი ძალამდე გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში, იახვე უფალო, ღმერთო ძალთა, ცაბაოთ ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა, სელა. ჩვენო ფარო, დაინახე ღმერთო და შეხედე სახეში შენს ცხებულს, რადგან ერთი დღე შენს ეზოებში 1000-ჯერ უმჯობესია. ღმერთის სახში ზღვრუბთან დგომას ვარჩევ, ბოროტების კარვებში ბინადრობას. რადგან მზე და ფარია იახვე უფალი ღმერთი, მადლსა და ღირსებას მისცემს იახვე უფალი, სიკეთეს არ დაუჭერს, უბიტოდ მოაროთ. იახვე ძალთა, ცაბაოთ უფალო, ნეტარია კაცი შენზე მონდობილი. ცაბაოთი უფალი, მეგობრებო, ეს არის ამაზე ციერის სახელი. ფსალმუნი 85. გუნდის ლოტბარს კორახის ძეთა ფსალმუნი. ისურვე იახვე უფალო ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა. აპატია დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. სელა. აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება, მოგვაქცია ღმერთო ჩვენო, ჩვენო ხსნერო და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე. ნუ თუ საუკუნოდ განგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გაგრძელებ შენს მრისხანებას? ნუ თუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა იხარო შენით? გვიჩვენო იახვე უფალო შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი. მე კი მოვისმენ თუ რა სიტყვის იახვე უფალი ღმერთი, რადგან მშვიდობა სიტყვის თავისებზე და თავის წმინდებზე, თუ კი დაგვებენ სიბირიყვეს. მართლაც ახლოა ხსნა მის მიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში. წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა გადაკოცნიან ერთი მეორეც. ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზიციდან გადმოიხედავს. იახვე უფალი გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგცემს ნაყოფს. სიმართლეულის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს. ფსალმუნი 86. ლოცვა დავითისა. მომაპყარ იახვე უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ ღატაკი ვარ მე. დაიფარე ჩემი სული, რადგან შენი მოსავი ვარ, იხსენი მორჩილი შენი. შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს. შემიწყალი უფალო, რამე თუ შენ მოგიხმობ ყოველდღე. ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან უფალო შენსკენ აღვაფყარ სული ჩემი. რადგან შენ უფალო კეთილი და შემბრალი ხარ და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს. მოისმინე იახვე უფალო, ლოცვა ჩემი და ყურადღე ჩემი მუდარის ხმა. ჩემი გაჭირების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ. არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის უფალო და არც მსგავსი საქმეთა შენთან. ყოველი ხალხი შენს მიერ შექმნილი მოვა და მუხს მოიდრეკს შენს წინაშე უფალო და განადიდებს შენს სახელს, რადგან დიდი და სასწაულმოქმედი ხარ, შენ ახარ მხოლოდ ერთი ღმერთი. დამაყენე უფალო შენს გზაზე, რათა ვიარო შენი ჭეშმარიტებით, წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით, გადიდებ უფალო ღმერთო ჩემო, მთელი გული და პატივს მივაგებ შენს სახელს უკუნისამდე, რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ და დაიხსენ ჩემი სული შავეთის უფსკრულებიდან. ღმერთო, ბოროტმოქმედი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მწარვალთა კრებულმა იძია ჩემი სული და არ შეგრაცხეს თავიანთ წინაშე.
ხოლო შენ უფალო ღმერთო, შენ ბრალი ხარ და მოწყალე ღმერთი, დიდ მოწყალე და ჭეშმარიტი ხარ. მოიქეთ ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილ და იხსენი ძე შენი მხევლისა. მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ იახვე უფალი შემეწია და ნუგეში მეც. ძალიან ძლიერი ფსალმუნია მეგობრებო, დავითის ესეც 86. ეხლა წავიკითხოთ 97. კორახის ძეთა ფსალმუნი გალობა. წმინდა მთაზე დგას ქალაქი მისი დაფუძნებული, უყვარს იახვე უფალს სიონის ბჭეები და იაკობის ყველა საყოფელზე მეტად. ქებადიდებას ამობენ შენზე ღვთის ქალაქო, სელა. გავახსენებ რახაბსა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს, ახლა ფილისტიმი და ცორი ქუშთან ერთად, ეს დაიბადა იქ. სიონზე კი იტყვიან, ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში და უზენაესმა წარმართა იქ. იახვე უფალი ჩაწერს ხალხთან ნუსხაში, ეს დაიბადე აქ, სელა. ხერიან და როკავენ, ყველა ჩემი წყარო შენშია. ფსალმუნი 92. გალობა ფსალმუნი კორახის ძეთა. გუნდის ლოტყმარს მახალათი საკრავზე საგალობად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. იახვე უფალო ღმერთო ჩემო მხსნელო, შენ წინაშე ვღაღადებ დღედაღამ. მოვიდე შენ წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოამყარ ვედრებას ჩემსას. რამე თუ აღივსო ნებებით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება. შევირაცხი მათ გვერდით, სამარეში რომ ჩადიან, შევიქენი ვითარცა კაცი გუძალღონო. მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყვლნი, სამარეში მწოლი არენი, რომელთაც აღარ დაიხსენებ და რომელიც შენი ხელით მოისმნებ. მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნერეთის მორევში, მე დამატყდა თავს რიცხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა. შენ გამაშორე ნაცნობნი ჩემნი, საიზღარი გამხადე მათთვის, დატყვევებული ვარ და ვერ გამოვდივარ. თვალი ჩემი დანაღვლიან და ტანჯვით მოგიხმობდი იახვე უფალო, ყოველდღე შენსკენ ვიწვდიდი ხელებს. ნუ თუ მკვდრებისათვის მოიმოქმედებ სასწაულს და გიგანტები წამოდგებიან და განგადიდებენ. სელა. განასაფლავში ლაპარაკებ შენს წყალობას და ჯოჯოხეთში შენს ჭეშმარიტებაზე? შეიცნობენ წყვლიანში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს დავიწყების ქვეყანაში? მე კი იახვე უფალო, შენ გევედრებოდი და დილდილობით ჩემი ლოცვა წინ გებებოდა. რად მიატოვე იახვე უფალო, სული ჩემი უკუაქციე პირისახე ჩემგან? ღარიბი ვარ და ტანჯული ყმობიდანვე შენ საშინელებებს ვზიდავ, დავუძლურდი. თავზე გადამიარა შენმა რისხვის სასჯელმა, შენმა შიშის ზარმა გამანადგურა. გარე მივლიდნენ წყლების მსგავსად მთელ დღეს, ყველა ერთად მერტყმოდა გარს. შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულა. ფსალმუნი 99. მოძღვრება ეთან ეზრახელისა. იახვე უფლის წყალობებს მარაჯამს უგალობ, თაობიდან თაობას ვაცნობებ შენ ჭეშმარიტებას ჩემი პირით. რადგან თქვი, უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა და ცადაშიგან განიმტკიცოს ჭეშმარიტება შენი. შენ თქვი, დავდე პირობა ჩემს ჩეულთან, შევფიცე დავით ჩემს მორჩილს. უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს, სელა. განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს იახვე უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმინდათა კრებულში, რადგან ვინ შეედრება ცაში იახვე უფალს, ვინ მიემსგავსება იახვე უფალს ღვთისშვილებში? ღმერთი დიდებულია წმინდათა კრებულში, მეტად და საშიშია ყველასათვის, ვინს ირგვლივ. იახვე უფალო, ღმერთო ძალთაო, ცაბაოთ ღმერთო. ვინ არის შენები მედგარი, იახ, და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა. შენ ბატონობს ზღვის მოქცევაზე, მის ამოფოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ. შენ განარცხე რახაბი, როგორც განგმირული, შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები. შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე. ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შექმნე, თაბორი და ხელმონი შენ სახელს უმღერებენ. შენია მკლავი მაგარი, გააზიერი ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი. სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება შენი სახის წინაშე დადიან. ნეტარას ხალხი მცოდნე ბუკის ხმობისა, ისინი შენი სახის შუქით იარებიან იახვე უფალო. შენი სახელით იხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან, რადგან შენ ახარ მშვენება მათი ძალისა და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი. რადგან იახვე უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმინდა ისრაელისაგან მეფე ჩვენი. მაშინ ველაპარაკე ხილვისას შენს წმინდებს და უთხარი, უბოძე დახმარება გმირს, ავამაღლე რჩეულნი ხალხისაგან. პოვე დავითი მსახური ჩემი და ჩემი წმინდა ზეთივცხემას. რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი და ჩემმა კლავმა გაამაგროს. ვერ დაჯაბნის მას მტერი და უჯულოების ძე ვერ დაჩაგრავს მას. მოუსრავ მის წინაშე მის მოდავე და მის მოძულეებს დავამხობ. ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება ჩემი. სხვას გადავაწვდენ მის ხელს და დინარეებს მის მარჯვენას. ის მომიწოდებს მამა ჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა.
მეც უფროსობას უბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას. უკუნისამდე შეუნახავ მას, ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის. და დამოუკიდებელ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი ვითარცა დღენით ცისანი. თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი ჯული და ჩემს სამართალს არ გაყვებიან, თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს ცნებებს არ დაიცავენ, კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით შეწოდებას. მაგრამ ჩემს წყალობას არ მოუშვი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას. არ შევყალავ ჩემ აღთქმას და არ შევწვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს. ერთხელ შევფიქრე ჩემი სიწმინდით, განავეცრუები დავითს? მისი ნაშიერი მარაჯამს იქნება და მისი ტახტი ვითარცა მზე ჩემს პირისპირ. კვიდრი იქნება მთვარისავით უკუნისამდე ჭეშმარიტი მოწმე ღრუბლებში. მაგრამ მიატოვე და შეიზისხე, განრისხდე შენს ცხებულზე. უგულებელ ყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარწყე გვირგვინი მისი. მოშალე ყველა ზღუდენი მისნი, ნანგრევებად აქციე სიმაგრენი მისნი. გაძარცვეს იგი გამოვლენილმა მეზობლის დასაცინი გახდა. მაღლა ასწია მის მოშუხართა მარჯვენა, გაახალი ყველა მისი მტერი. თანაც დააჩრუნგე მისი მახვილი და არ უწყალობე გამარჯვება ომში. გააცამტვერე სიწმინდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე. შეამცირე დღენი მისნი ჭაბუკისა და სირცხვილით შემოსე იგი, სელა. როდემდე დაგვემალები იაჰვე უფალო, განუწყვეტლივ ვაგრძნებ ცეცხლივით ჩემს მისხანებას? გაიხსენე რა არის ჩემი წუთი სოფელი, რისთვის შექმნი ფუჭად ყოველი ძიადამისა? ვინ არის კაცი სიკვდილი არ იხილოს და გადაარჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან? სელა. სად არის შენი ადრინდელი წყალობა უფალო, დავით რომ შეჰფითა შენი ჭეშმარიტებით? გაიხსენე უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ მოტარე ყველა ძლიერი ხალხისაგან. როგორ ლანძღავენ შენი მტრები, იაჰვე უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვას? კურთხეულარს იაჰვე უფალი უკუნისამდე. ამინ, ამინ. ამით დასრულდა მეგობრებო მესამე წიგნი. ახლა ჩვენ წავიკითხეთ თავიდან ბოლომდე მესამე წიგნი, ეს არის ოთხშაბათის თეხილემი. ამით დასრულდა თეხილემი ოთხშაბათის.